დაბადება. თავი მე-19. საღამოჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში. ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა, წინ მიეგება და მიწამდეს სათაყვანი. თქვა: ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევს და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ. უპასუხეს: არა, მოედანზე გავათევთ ღამეს. მაგრამ ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში. ნადიმი გაუმართა ლოტმა, ხმიადები დაუცხო და ჭამეს. სანამ დაწვებოდნენ, მივიდნენ სოდომის მკვიდრნი, ჭაბუკიდან მოხუცამდე და სახლს შემოეხვივნენ ყველანი. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. გამოვიდა ლოტი მათთან გარეთ და გამოიხურა კარი. უთხრა: ძმებო, ნუ იზავთ ამ უკეთურებას. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვლიათ მამაკაცი. თქვენთან გამოვიყვან და რაც გენებოთ, ის უყავით. ოღონდ ამ კაცებს ნურაფერს დაუშავებთ, რადგან ჩემს ჭერქვეს შემოვიდნენ. უთხრეს: აქედან მოშორდი. კვლავ უთხრეს: ვიღაც უცხო მოსულ ხარ ხიზნად და უკვე სამართალში? ახლა მათზე უარეს შენ დაგმართებთ. მიესივნენ ლოტს და კარების შემტრევა მოინდომეს. მაგრამ ხელი გამოიწოდეს ლოტის სტუმრებმა. ლოტი შინ შეიყვანეს და კარი ჩაკეტეს. ხოლო ისინი სახლის კარს რომ ამტვრევდნენ, დიდი ან პატარიანად დააბრმავეს და ქანცი გაუწყდათ კარის ძებნაში. ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: კიდევ ვინ ყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები, გაიყვანი აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში. რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რა კი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა. გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, მისი ასულები რომ უნდა ეთხოვათ. უთხრა: ადექით, წადით აქედან, რადგან ამ ადგილის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძოებს ეგონათ ხუმრობსო. განთიადისას ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო. მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩასჭიდეს ხელი იმ კაცებმა მას, მის ცოლსა და ორ ასულს, მათ და მიუფლის წყალობის გამო და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი. გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურცამ დაბლობზე გაჩერდებით. თას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით. და უთხრა ლოტმა: არა, ბატონო. აჰა, რადგან მადლი ჰპოვა შენმა მსახურმა შენს თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, თას ვერ შევეფარები, ვაი თუ უბედურებას გადავაწყდე და მოკვდე. აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს. უთხრა: ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე. იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიც, შენს იქ მისვლამდე. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი, ანუ უმნიშვნელო. ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს. დააწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი, უფლისაგან ციდან. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი, ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა. უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად. ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა. გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და აჰა, ხედავს, კვამლი ისე აზდის მიწას, როგორც ღუმელს. როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა. აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში. უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროს: მოხუცდა მამა ჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია. მოდი,
დავალევინოთ მამა ჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამა ჩვენი შთამომავლობა. დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს. მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამა ჩემთან, ამაღამაც დავალევინოთ ღვინო. მიდი შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამა ჩვენი შთამომავლობა. იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას და უმცროსიდაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან. ეყოლა უფროს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე. უმცროსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენყამი და თქვა: ძე ჩემი მოდგმისა, ის არის ყამონელთა მამა დღემდე.